უფალო შემინდა და შემეწია მორთulis საკითხში. მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა სრულიად საქართველოს გასაგონად მოგმართოთ თქვენ, მომართვით დავიწყო, ჩემო კონსერვატორებო. მე დღეს მოგმართავ თქვენ როგორც ერთ-ერთი ჭიათურები. ჭიათურაში 200 დღეებში 200 დღემდეა უკვე რომ მიმდინარეობს შიმშილობა დაასრულენ, მაგრამ პროტესტი არა, 4 კაცი ციხეში ზის. ხშირად ალბათ მთლიანობაში ერთ 5 ჯილ თუ ვიყავი ჭიათურაში, მათ მხარდაც საჭიროდ. და ვთქვი მე თავდაპირველად მაშინ რომ მე ჭიათურელი ვარ, მანამ სანამ მუშათა კლასი ჭიათურაში არ გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ახლა ერთი თვე დარჩა არჩევნების დასრულებამდე. თქვენ კონსერვატორებო, თქვენ წარმოადგენთ დღემდე ჩემთვის სულში, გულში, ყველაფერში წარმოადგენთ იმ გამარჯვებული მართლმადიდებელი ხალხის ძალას, რომელმაც 5 ივლის, შემდეგ კი 8 ივლის დაამტკიცა მისი ერთობა და მისი მრავალრიცხვიანობა. 17 მაისი იგივე ხალხია, ვინც გამოდის და მსოფლიოს ვაჩვენებთ იმას, რაც ვართ. ერთ-ერთ ჩასვლაზე ჭიათურაში არის ასეთი ტარიელ მიქაცაძე, რომელსაც მიმართვა ჰქონდა დაწერილი, ჩავიკითხო. ეს მეორე წერილია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს როინ მეტრეველს ჭიათურის მაღაროს მუშებისაგან. განცხადება. გთხოვთ გაგვინმარტოთ მეცნიერულ დონეზე მანგანუმის ქიმიური და ფიზიკური შესაძლებლობები, რადგან ერთხელ და სამუდამოდ განუმარტოთ საზოგადოებას ჩვენი ბრძოლის მოტივაცია. გამცხადებელი და 3585 კაცი და ნახლა დარჩენილი 1500 კაცი, დანარჩენი სოცკი უმუშევრად დატოვა. ეხლა ვაპირებ ჩემო კონსერვატორებო თბილი ჭიათურაში ჩასვლას ისე. ჩვენ ყველას ერთად გვახსოვს სრულიად საქართველოს მიხილა ის ქალბატონის და თქვენი შეხვედრა ჭიათურაში. დღეს ჭიათურა არის საქართველოს ფარი. თუ რატოა ის საქართველოს ფარი? თვითონ ჭიათურლებმა იციან და ბევრმა გონიერმა ადამიანმა იცის და ვიცი ჩვენ რა არის მანგანუმი. მაგრამ გვინდა საქართველოს მოსახლეობას უნდა იმან თქვა საქართველოს ეროვნული მეცნიერთა აკადემიის დასკვნა, რომ ნამდვილად მანგანუმი არის ეს და ეს შესაძლებლობების მქონეა. არჩევნების მთავარი მიზანი დღეს არის გამარჯვება. მე მესმის 3000-მდე გაიზარდა ყუთების რაოდენობა სრულიად საქართველოში. მაგრამ დღეს საქართველოში რომ რამე შეიცვალოს, სასიკეთოდ მისი ძარცვა უნდა შეჩერდეს. ჭიათურას 200 წელია ძარცვავენ. პირველი, მეორე, მესამე თაობის მაღაროელებია. ბოლო მუშათა კლასი საქართველოში. მოგიწოდებთ ყველას, ვინც გადაწყვეტს ამ არჩევნებში მისვლა. ამ არჩევნებში მისვლა ნიშნავს, ჩვენი მისვლა ნიშნავს ვაღიაროთ ის უკანონობა, რაც
ქართულმა ოცნებამ 70% ქართული მიწა გაყიდა. ამ მიწასთან დაკავშირებითაც იყო განხილვა საქართველოს მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში. დასკვნას ვამზადებთ ხელისუფლებისათვისო. მომზადებულია ვკითხულობ. არჩევნებია დღეს. ერთი თვე დავშა. ჭიათურა არის დღეს სრულიად საქართველოს დასაცავი. ეხლა მე ზუსტად გეტყვით ჭიათურაში რამდენი 1000 ხმა ჭირდება რომ ახალმა საკრებულომ თუ როგორცა ახლა არ ვიცი მე ჭიათურის ქალაქი აღარა რაიონია და ის დაბა აქციენ რომელიც კატასტროფაა საერთოდ არ შეიძლება მაგ რამდენი 1000 ხმა გვჭირდება 20000 იქნება 20000 ხმა 15000 იქნება 15000 ხმა ოღონდ ჩვენ პარტიის გენერალური ხაზი იქნება საქართველოს ძარცვის შეწყვეტა თუ თქვენ საბოლოოდ და უკვე გადაწყვეტილია რაფერც ვიცი არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობას. დღეს სამი ქალაქი ჭირდება საქართველოს. პირველი ჭიათურა. მეორე ბათუმი და თბილისი. დღეს არჩევნების მოგება ადვილზე ადვილია. გასაგებია ყველაფერი ფინანსებთან მიდის. ჭიათურაში ერთი მანქანა ბათუმში მეორე მანქანა ოფისი ბათუმში გაართულებს იმ პოზიციას რომ ერთი თვე გვაქვს ვინ ხებულობს საერთოდ ბათუმის მერი ნახე დღეს საქართველოს ძალიან უპატრონოა ჩვენი კონსტიტუციური უსაფრთხოებაზე არავინ არ აგებს პასუხს ყობახიძე აგებს ერთი პასუხს რაგველის რას გვიმზადებენ კაციშვილმა არ იცის მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფიქრობ რომ არჩევნებში მონაწილეობა თუ გამარჯვება გვინდა გამარჯვების 93%-ის გარანტიას გაძლევთ თუ წავალთ ამ გზით ჭიათურაში გამარჯვების შემდეგ ყველა ჭიათურელს პირველი თაობიდან დაწყებული მესამე თაობის ჩათვლით ვინც მუშა პერსონალს ემსახურებოდა იმ ექიმების ჩათვლით ყველა ოჯახს შეეხება ჭიათურაში გამარჯვება ჭიათურიდან დაიწყება ზუსტად მუშათა კლასის გამტკიცება და გაძლიერება. ზუსტად ჭიათურიდან დაიწყება შეიქმნება პირველი საწარმო დაახლოებით 5000 კვადრატულ მეტროზე 5 გრამიდან დაწყებული კილოიანი 10 კილო 100 კილო და ტონიანი მეშოკები ასე იქნება დაფასებებული მანგანუმი. მაგრამ მანგანუმის ამ დონეზე მართვას მარტო საკრებულოს გადაწყვეტილება სამართლებრივად არ ყოფნის. მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ჭეშმარიტებაზე და იმ მტკიცებულებებით რაც არსებობს ბუნებაში რა არის მანგანუმი. საქართველოს საერთოდ აგრძელავს 100%-ით მანგანუმის ექსპორტს. და თუ ვინმეს დაინტერესება აქვს რაში ჭირდება მანგანუმი? ის საწარმო დამიფუძნოს ჭიათურაში.
და ამის საქმოს ადგილობრივი ეს იქნება ინვესტორი, ინვესტიცია, სწორი ინვესტიცია. დღეს ინვესტორი ისეგად გძარცვავენ. მეორე ქალაქია ბათუმი. ჭიათურაზე თუმცა მინდა ცოტა შეზღუდულად ვისაუბრო, მინდა თქვენგან გამოხმაურებას ველოდები რა ამბავი ჩაუტანო იმ ხალბატონს, რომელმაც შეძრა მთელი საქართველოს სათქმელი გითხრა თქვენ იმ ხალბატონმა ქალაქ ჭიათურაში. მე იმას რო ჩავალ რა მოუყვი ახლა 5%-ს რომ მეიღებენ გამარჯვებული ქართული ხალხის ძალის წარმომადგენლები მრავალშვილიან ოჯახებს პასობიას გაუწდიან 150 ლარით. გამარჯვებული ძალა ის პასობის გაზრდა კარგია, მაგრამ გამარჯვებულის მოვალეობა ის წინაპირობა, მისი უმუშევრობა აღმოხვრას და 2000 ლარიანი, 2500 ლარიანი ხელფასი დაასაქმოს და არის მაგის შესაძლებლობები. კარგი, ჭიათურა ერთია, მანგანუმია და უნდა გავიმარჯვოთ. ესა და გავხსნათ პირველი ისეგად გამარჯვებული ჭიათურის ქალაქის სტატუსი დაუბრუნდება, ეს გარდაუვალია. მეორე იქნება ხელშეკრულების გახსნა და მესამე ფიქრი იმაზე, რომ სახელმწიფომ სრულად გამოისყიდოს რა დავალიანება აქვს, ვის რამდენი დავალიანება აქვს, დაითვალოს იგი და 70 მილიარდი გვაქვს. დღევანდელი არჩევნები საპირწონე უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებისა. თორემ მისი აზრი არ აქვს. ჭიათურის გამარჯვება, ხაშურის გამარჯვება, კასპის გამარჯვება. ქუთაისის გამარჯვება, სრულიად საქართველოს გამარჯვება, ინდუსტრიალიზაციის გამარჯვება. 70 მილიარდი, ერთი ხუთწლეთის საქმეა, 30 წელია 70 მილიარდზე ევედით. 5 წლებში 70 მილიარდ ლარს ზატიერს მანგანუმი მისი სწორი განვითარებით. მაგრამ ამისთვის პოლიტიკური ნება საჭირო. დღეს საქართველოს არის ყველაზე უპატრონო. თუმცა ეს მეორე თემა. ეხლა გადავალ დავამთავროთ ჭიათურა. ეხლა გადავალ ქალაქი ბათუმი. ჩემი საყვარელი ქალაქი. დღეს ბათუმის არჩევნები. ქალაქის ბათუმი ირჩევს მერს. მინდა უთხრა ყველა ჩემ ბათუმელს. ბათუმელი არის ის, ვინც ბათუმი დააარსა და იმათი შთამომავლობის. 1991 წელს ბათუმში აჭარაში მუშაობდა 300 სახელმწიფო ერთეული საწარმო. სადაც ყველგან ბათუმელი მუშაობდა. აბსოლუტურად ყველას უფლება შელახულია, დაკარგულია, წართმეულია. მაგრამ არსებობს შეუსრულებელი კანონი 1991 წლის. სადაც საწარმოს არაერთხელ მithქვია 500 კაცზე მეტი სადაც მუშაობს 33% უსასყიდლო აქცია გადაეცეს იმ საწარმოს. გაჩერებულია ის საწარმო, არაა გაჩერებული მისი ქართულ მიწაზე ხო დგას. იმ მიწის პატრონი იქნება ის მუშა. რაც დარჩენილია, რაც გადარჩენილია, რისი გადარჩენა შეიძლება. მაგალითად ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 123 გექტარი მიწა. კი იქიდან გაიყიდა რაღაც სახლები აშენდა კუთხეში დაახლოებით 100 გექტარი მიწა ისევ არის. გაყიდულია ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი
იმის ქართლის სასაწყობო მეურნეობა წინა პირობით შეუზღუდავი ექსპლუატაცია ერთი დღე არ უმუშავია ერდოგანი გვემუქრება 5.5 მილიარდი ინვესტიცია განვახორციელე საქართველოსიო რას უძახის ინვესტიციას რომ საქართველოს კენი გზა მოკლა გააჩერა ბათუმის დღევანდელი არჩევნების მხოლოდ ბათუმზე ეძღვნება იმიტომ მთლიან აჭარაში დღევანდელი აჭარით დღევანდელი არჩევნების მოგებით ვერაფერს ვერ შეცვლი მხოლოდ ბათუმს და რა ჭირდება და დაიცავ მაქსიმალურად იგივე პრინციპებს თითქოს და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარებული იყო ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ ხალხს უნდა უთხრათ კონსერვატორი რო გეიმარჯვებს რას მიცემს მუშას აღუდგენს ამართლიანობას აღადგენს იმ შეაჩერებს ამ ქაოსტურ მშენებლობებს დედამიწაზე ახსნის ვინმე ადამიანი ბათუმს დროს ამბასადორი რო დაასრულებს ახლა მაგრამ ვერ უნდა მოასროს ზუსტად ის იქნება გამარჯვებული ბათუმის მერის კანდიდატებში ვინც შეაჩერებს ამბასადორს 70,000 კაცი ბათუმი რომ გაიზრდება საუნდა იმოძრაოთ ველოსაპედით ვეღარ გაივალი ქალაქში მარგალიტი გაგვიყიდა ქართულმა ოცნებამ აჭარის საკუთრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება მა იმპერია ზემჩუჯინა რომ გაყიდო ეს უნდა გაჩერდეს გაყიდული ფული სადაა 6 მილიარდად რო გაყიდეთ ნახევარი აჭარის და ნახევარი თბილისის საქართველოს აჭარის ბიუჯეტში აისახა ეს მილიარდები ისევ 700 მილიონია 30 წელია 700 მილიონზე მეტი ვერ წევიდა აჭარა არა და აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა ეს იგივეა სახელმწიფო წარმონაქმნი რომელსაც უფლება არ აქვს საგარეო სამინისტრო საქმეთა სამინისტრო კონდეს შეერაგებული ძალათა ფორმირებები კონდეს ან დანარჩენი როგორც ჩათulis გამარჯვებული იმ სამინისტროებს ჩამოაყალიბებს რაც ჭირდება ადგილობრივებს ეს სამარცხვინო ფინანსთა და ეკონომიკის ფინანსთა სამინისტრო იქნება ცალკე ეკონომიკის სამინისტრო იქნება ცალკე ტრანსპორტის სამინისტრო იქნება ცალკე ეს უნდა შევცვალოთ ზუსტად გამარჯვებული პოლიტიკური პარტია წინა საარჩევნოს პირდება საქართველოს ბათუმის მოსახლეობას რომ პირველს რას გააკეთებს ბათუმი დაბრუნდება მის ადმინისტრაციულ საზღვრებში რაცა გადავრჩეთ და დავიბრუნოთ ჩვენი ქართული იდენტობა დღეს ქართული ოცნება ყიდის ქართულ იდენტობას ლამაზია კი ბატონო ეს ლიფტიანის შორიდან ვეღარ სუნთქავ ხარ ყველაზე გათახსირებული ქალაქის სახელია ბათუმი მე მალარია გადატანილი იმდროინდელი ბათუმელი ვარ ერთმა ზეგნელმა ჩამევიდა მარგალიტი გამიყიდა მეორე ახლა ქობულეთელი მოდის რაღაცას ყიდის ბათუმში ამ ყოფნა არ ყოფნის დროზე ბათუმელმა უნდა გაიმარჯვა რომელსაც ტკივა ბათუმი რომელიც არ გაიყიდება რომელიც შექმნის ისეთ 16 ადამიანის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს მოამზადებს რომ არ გაიყიდებ ვერ იყიდი არის მაგის რესურსი როგორც ჭიათურაში მაგრამ ამას თქმა უნდა ეხლა კვლევითი ინსტიტუტის მიწაზე რაღაცა კორპუსებს აშენებენ საქართველოს მეცნიერთა აკადემია ჩარეცხილია ჩვენი გამარჯვება იქნება ზუსტად ის რომ ერთი ხელში
საქართველოს მეცნიერთა აკადემიას ჩავკიდებ მეორე ხელში კი დედა ეკლესიას იმიტომ რომ საფუძველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა მოდის მაქედან იმიტომ ვართ 1700 წლის ჩვენ რომ უცვლელად მოდის დედა ეკლესია როგორც იყო პირველი დღიდან ისეა დღეს დედა ეკლესიას უნდა ვკითხოთ არის საკითხები ვერ ერკვევი პოლიტიკოსი მეცნიერთა აკადემია სულიერად გიჭირს დედა ეკლესია და წავა ქართული საქმე წინ და ვისარგებლებ ახლა იმ მომენტით და მოგმართავ თქვენ ჩემო ბენზელებო როგორც ხმები ჩამოდის თბილისში რომ ამბასადორი ისეგად ჭირდება იმას მეოთხე корпуსი ნუ ბენზე შეიქმნა დაწყება იყო 6 корпуსი корпуსის წინა მდებარე მიწა ეს თქვენია 48 ოჯახი გაიყოფა ის ვისაც რა ფართი აქვს სახში ის ფართს უნდა დაუმატო შენი ეზოს ფართი მაგრამ ახლა მივდივარ ბათუმში ვერ იყიდის ვერც 300 კვადრატული მეტრი ჩემი წილია ჩემი სისხლი და ხორცის წილია იქა 32 წლიდან ომის დაწყებამდე გადმოვედი ჩვენ ბენზეში და დავიწყე ცხოვრება იმას იმ მიწას მე არ გავყიდი ასეთი 20 კაცი გამოჩნდება საკმარისია ჩვენ უნდა გვესავ ჩვენ ბენზელები ვართ აშენდებით იმ მომენტში და იმ სიტუაციაში თუ ჩვენ სამუშაო ადგილს ხელს არ შეუშლის დღეს პოლიტიკური ნება მინდა და საქართველოს რკინიგზა გაიზრდება მინიმუმ 15 მილიონად ტონა ნავთობის ჩამოსასხმელი ტვირთით გაჩერებული 151,000 კუბური მეტრი სარეზერვუარო პარკი მუქი და ნათელი პროდუქტების ყველაფერი ინფრასტრუქტურა ჩართულია გაყიდენ იმ პირობით რომ გამოვისყიდოთ უკან როგორც მანგანუმი ისე გამოვისყიდოთ ბათუმ ბენზელებისა 4000 კაცი ინტერესია ის ნევთობაზას რო ის ქარხნის საკუთრება ის თვითონ საწარმოები თვითონ მილები თვითონ ყველაფერი საუბრობს იმის რომ ეს ჩვენია ბათუმი ვინც ააშენა ბათუმის გემჩენებელი ქარხანა სადა რა უქნენ იქ გემებს უშვებდით სამხედრო გემებს ყველანი აგებთ პასუხს 300 ერთეული მოქმედი მუშა ქარხანა ჩაიბარა ასლანაბაშიძე აღორძინებული ბათუმი ჩაიბარა მისი 58 ერთეული სავაჭრო ფლოტით გამარჯვებული ბათუმში ახლა მეგობრებო ცოტა ნამგზავრი ვარ 16 საათი რულზე ვიჯექ მაგრამ ეს რომ ახლა დღეს ეს აი რო არ მეთქვა და ჩაწერა არ გამეკეთები არ ვიცი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდი ალბათ ბათუმში გაიმარჯვებს ის ვინც ბულვარს ბეტონიდან 100% თუ არა ნუ რაღაც მინიმალ დანარჩენს გამოიტანს გარეთ ამბასადორი მე 4 სართული გაგნებართვა იქნება 4 სართული აგია პრინციპული ბათუმების მოთხოვნა იქნება ჩვენ აი ჩვენია ბათუმი არა ფინანსურად არავინ არ იზარალებს გაკეთდება ისე კიდად განვითარება ახსენით 70000 კაცი ბათუმში რომ გაიზრდება ღმერთმა დაგვიფაროს მარგალიტი უკან გამოსასყიდია
არ შეიძლება მისი გაყიდვა არ შევიღუპებით ესა ოცნების მიმართულება ერთობა რომელიც ხილულ ეშმაკს ორდენი დააჯილდოებს იმის გამაძლიერებელი იგიც ეშმაკია და ბოლო ჩვენტერს ქალაქ თბილისი 100% შეწყდება მშენებლობის ნებართვების გაცემა პირველი დაპირება ერთის მხრივ არის ჩვენი ზურაბახარაძე, კახაკალაძე, იაგო ხვიჩია და ამორზე გავჩერდები. კახაკალაძე აცხადებს, რომ ის დანაშაული იმას არ ჩაუდენია. მე მინდა წარმოგიდგინოთ ახლა ავტორთა ამასაც ელექტრონულად ეს ადგილი არის გრიბოედოვის ზეგლიდან გრიბოედოვის ზეგლის წინ მდებარე სანაპირო მეორე მხარე. ამ შენობის მაგივრად აქ იდგა ქალაქ თბილისის ჟანდარმერიის კორპუსი. ვისაც ახსოვს თბილისელებს შარშანწი, ორი ხანძარის მერე გაიმარჯვა ოცნებამ და ბოლო ამოძირკვენ ისტორია. ხელისუფლება რომელიც საკუთარ ისტორიას ანადგურებს, ის საკუთარ ხალხს ანადგურებს, უკვე დავრწმუნდით მაგაში. და მეორე იმას რაც შეეხება იაგო თუ რა გვარია იგი რაცა მაგი 20,000 კაცი ერთად პოლიტიკოს აგინებდეს ჭიათურაში ვნახე. დღესაც გადაძახილებია. რა და იაგოსთან მოდის ყველაფერი, რომელმაც საქართველოს ფარის მცველებს ის ვითო განათლებული, ვითო კი ლამაზად ჩამოყალიბებულად აზრიანი, მაგრამ მალგანუმზე რა თქვა, საერთოდ აზიარა ყველა დილა თენდება ჭიათურელი აგინებს მაგას და მშვენიერია. მშვენიერია იმის გამო რომ ჭიათურელი იგინება კი არა, რომ მისი არასწორი შეურაცხყოფითი გამოსვლის პასუხია იქიდან. თბილისში გამარჯვება დღეს არჩევნების ნახეთ არის 60,000 მძღოლი, პროფესიონალი მძღოლი, რომელიც ისე საერთოდ ცნობისთვის სულ რამოდენიმე ხანში თუ ესენი დარჩენ და ასე გაგრძელდა საქართველოში ქართველი მძღოლი მისი დიდი ტრაილერით აღარ იქნება, თუ იქნება იმას სამუშაო არ ექნება. ექნება ისე რაღაც კაპიკებს გადაუგდებენ, რომ აზრი არ ექნება. მანქანასაც ვეღარ გაყიდის. ლოჯისტიკა მთლიანად არაბებს მიცენ. ეს ალბათ იმ შევარდნაძის მიერ დაწყებული პოლიტიკის გაგრძელებაა დღეს. დიდი თურანი. ჩვენი საქართველო, ჩვენი საზღვრები უნდა დავიცვათ და ვიფიქროთ არჩევნებზე და ხვალინდელ დღეზე ვინ იქნება საქართველოს კონსტიტუციის უსაფრთხოების გარანტი, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ჩვენი საზღვრების გარანტი და ჩვენ რა უნდა ვქნათ ამის გამო. ეს დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ. ესენი თუ დარჩენ და გაუვიდათ ეს ყველაფერი სიავე 4 წლის მერე 70% მიწა გაყიდულია. 4 აგენს ვინ გააჩერებს?
ტაქსის მძღოლი დღეს საქართველოსთან გარბის არ არსებობს ნორმალური ადამიანური სამუშაო ადგილი. ნახე თბილისში გამარჯვების შემდეგ მძღოლს ვერ ნახავ 10 საათის მეც მждომს საჭესთან. დღეს დაძინებული კალაძის მძღოლები რო ეჯახებიან მერე ეღვიძებიან. საწყალი ბიჭები 16 საათს ამუშავებენ ხაზზე. ეს ასრულდება. ჯამთელად შეგიძლია თქვათ, მე ვარ მაგ სიტყვის პასუხისმგებელი, რომ საცობების შემცირება და მწვანე ზოლები გაჩნდება, მაკეტი მზად არის მაგის. თბილისში ეხლა საცობები ამათი უგნურება ამთავრდება. რიყის ორივე გვირაბი ამოივსება ბოლო წრიო სოკარის ოფისამდე პრობკით. ერთადერთი ადგილი თავისუფალი მანქანების სამოძრაობო იყო ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის ზეგლის წინ მდებარე სკვერი გააკეთენ ახლა და სამი სვეტაფორი. კალაძის სისულელეები ქალაქში დასრულდება. შემცირებასთან ნახე მწვანე ზოლები გაჩნდება. ამას სპეციალური გადაცემა უნდა რომ ახსნა კითხვები რო გაჩნდება, როგორ ეს მე 4 წლის წინ მივწერე კალაძეს რომ ეს შესაძლებელია მეთქი და პასუხი არ მგონია. იმიტომ რომ მათ არ ვიცი მე რა პოლიტიკა აქვენ, აწყობთ მათი სისულელეები და ხალხის გამწარება საათებით პრობლემებში დგომა. ახლა ოქტომბრის თვიდან ნახე რა მოხდება. პრობლემების თვალსაზრისით იზრდება ქალაქი, შენდება ეს არა და მთელი უბედურება ისაა, რომ გზები მომსპარია, გზებს პოვს ეს 40 ტონიანი მანქანები. კონსერვატორების განმარჯვების შემთხვევაში 40 ტონიან მანქანას ვეღარ დაინახავ. დაინახავ ისე შეზღუდულად ისეთ საათებში გამოჩნდება, რომ დღეს რო არ დარბიან გადაჭენებაზე არიან იმამ, ასე ერთმანეთს პეკინის ქუჩაზე სამასვალები დადის, აბგონებს უკეთებ, ასეც ვერ დაინახავ. ყველა კოლექტორი ჩატეხილია, 40 ტონიანი მანქანაა. წესით, კანონით ყველა მანქანა გამოსვლილი 40 ტონიან მანქანას მისი ნებართვა უნდა, მისი გადასახდელი ექნება. ბოდიში და მოტრაწული ცემენტით ქუჩები გაქოვებული ჟვანიას ქუჩაზე თუ გიწევთ ასვლა აერდენ ყველგან ქალაქში შეზელილი ასფალტი უხარისხო აზელილი ასფალტი რომ ეს 40 ტონიანი მანქანები აპუჭებს იმას იმიტომ რომ არ კონტროლდება და გასაკეთებლად ბიუჯეტის ფული მიდის ლეჟავას ქუჩის მაცხოვრებლები ეხლა უგაზოდ უდენოდ იმის გამო რომ ვიღაცამ სახლი აშენოს და მის კორპუსის ღირებულების 30% სავარაუდოდ მისი კომუნიკაციის მოწყობა რომელსაც მე მახტევინებ ჯიბიდან ჩემი ფულიდან იხდი კანონს არ ვარღვევო კანონს არ იპარავ თუ გასა 4 მილიონი ატკატი ნახე გააჩნია ნებართვას ატკატი არა ნებართვა ატკატი მცნება და ატკატის ფულების დარიგება რა ქალაქ თბილისის მერიაში თვითონ თანამშრომლებისთვის ხელფასის ზემოთ რა არ იცით რომა ეს არ იქნება იმიტომ რომ არ იქნება იმ მოაზრო ქაოტური მშენებლობების ნებართვის გაცემა რაც გაცემულია და დაწყებულია ის დასრულდება ისე რომ ქალაქს არ შეაფერხებს არ იქნება აბგონები თუ გამოვა ბეტონის მანქანის ფულს გადაიხდის $40 არ გიждდებათ კვადრატული მეტრი თქვენი ფულია თქვენი თვალეთ მაგრამ ჩვენი ფილტვების ხარჯზე
კონსერვატორები გაიმარჯვებს დაუბრუნდება იპოდრომი შვილი ეხვეწებოდა ბაბუას ხენზე მინდა ჯირითიო თბილისში მასწავლეო მე ისა გამევიზახებ ჯუბასო და იმას ყავს ხენებიო აი რაც გებიგონე თბილისში გამარჯვებული მიცემს ხალხს გარანტიას იმისა რომ ლაგუნა ვერაზე ღია სფეროში არავით არის გადახურვა როგორც იყო ისე ამუშავდება და ადამიანმა რო გაგრილდეს თბილისის ზღვაზე წასვლა არ დაჭირდება თუმცა იქ მუნიციპალური პლაჟები ფაქტიურად არაა მე არ ვიცი თუა რაღაც პატარა მონაკვეთები დანარჩენი ყველა ფასიანებია ეს არ იქნება და ბოლოს მინდა გითხრათ რომ მზად არის ახალი ქართული აპლიკაცია ტაქსის მძღოლებისათვის რომელიც კონსერვატორების გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ეს აი მზადაა ეს ყველაზე უსაფრთხო დაახლოებით რო შევადაროთ ავტოწარმოები ყველაზე უსაფრთხოდ იქნება Volvo ხო ყველაზე უსაფრთხოდ იქნება ქართულ აპლიკაციაში იქნება დაზღვეული მძღოლის და მგზავრის არა უმეტეს 10 საათის მუშაობისა ჯანმრთელობაზე ძვირი ფული ვერ იქნება შეიძლება მთლიანი ტაქსმომსახურეობის სატარიფო პოლიტიკა ეგრეთ წოდებული გლობოს მოტოციკლეტებზე თავის დროზე რო შეცვლილიყო 2 ლარი რო დაამატო ნახე მომხმარებელი გლობოს იძახებ ვინც სახში საჭმელს არ აკეთებს ეზარებო და უნდა იმად გევიდეს იმას 2 ლარს დაუმატებს და იქ ქართველი სახში იქნებოდა ახლა ჩემო კონსერვატორებო მე თქვენ მოგმართავდით ახლა მოვითხოვ თქვენგან იმ 80,000 კაცის სახელით რომ ჭიათურა ბათუმი და თბილისი მოგება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრინციპული მოთხოვნით და გადაწყვეტილებით რაც უნდა ვამცნოთ საზოგადოებას ტელევიზია თქვენ გაქვთ წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მეორე არჩევნებია თუ თქვენი სტრატეგიით წახვალთ რომლიცაც დღეს დროებით მიდიხართ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით თქვენ დაგიწერენ 5% მეც ვერა მაგრამ მეც ვეღარასოდეს ვეღარ იტყვით რომ თქვენ წარმოადგენთ გამარჯვებული ქართველი ხალხის მართლმადიდებელ ძალას გამარჯვება გინდა აგერა ბატონებო ჭიათურა ბათუმი ვინ წარმოადგენს კონსერვატორებს ჭიათურას ვინ წარმოადგენს ვინ შეძლეს 3 ციფრი ჩემ და უცხო არა მე 3 ნომრით ყოფილვარ არჩევნებში აჭარაში მაგრამ დღეს უფრო ჭიათურა აუცილებელი თბილისში კი ხართ ბატონო ზურო და მოგეხმარებით ყველანაირად თქვენ თუ ამ ყველაფერს გააჩერეთ ყველანი ნახე ის ნაციც ის კოციც ყველა ისე ამოვიდა ეს 40 ტონიანი ტრაილერები ადამიანებს ყელში არ იცი რო ის გადაგივლი და ამათი აბგონების ყურება ეს დაუმთავრებელი კორპუსი ერთ კვირაში გამოვილი კორპუსი ჩანა ახლა შენებული აღარ გვინდა всё გავხრებით ეს უნდა იყოს გენერალური ხაზი კონსერვატიზმისა ის რომ შეწყდეს საქართველოს ძარცვა და ნახეთ 36 თვეში როგორ დავდგებით გამოიკვეთება კონტურები ამარჩევნებით ვერა მაგრამ თუ ამას იმ დონეზე გავიმარჯვებთ იქნებ შეიგნონ
სამი ქალაქი ცოტა არა, სამი ძირითადი ქალაქი. მაგრამ ამ სამში ყველაზე პირველი მაინც ჭიათურაა. ყველა რესურსი. ანგარიშები გამოაცხადოთ, ვის რა შეუძლია. სამი მანქანაა შესანახი, მეტი ხო არა და ოფისი, დანარჩენი თემების გაშლა, ამ ერთ თვეში. სრულ დეტალიზაციაში შევალ და ნახავთ გამარჯვება მე ვერ გეიმარჯვებს სხვაგვარად. არ მეშინია იმათი გაყალბებისაც, მაგისათვისაც მზად ვართ. თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები. მე არაფერი არ მინდა. მე არც თქვენი მინისტრობა მინდა და არც თქვენი ერთადერთი ვიქნები ბოლო ზამიკაიში რამდენიცა 80 კაზე მე 80-ზე ვიქნები. აჭარა იქნება მე 16 ვიქნები. ჭიათურა იქნება მე 13 ვიქნები. მაგრამ ყველამ ერთად თუ რესურსი ძალიან მცირედია, მაინც ჭიათურას უნდა მოახმაროთ ყველა. და იმ ქალბატონს უნდა უთხრათ თქვენი გამარჯვებით რას მიიღებს საქართველო. უფალო შემინდა და შემიწყალე ამ ურთულეს საკითხში. დაველოდები თქვენგან რეაგირებას. მე ბრძოლას მე 25 წელია ბრძოლობ. იგივე მე ახალს არაფერს არ ვამბობ. 2000 წელს რომ თქვენ ჯვარი აღმართეთ, ის ბათუმშია დაბადებული, აჭარაშია დაბადებული. ის ჩემი მეგობრები რომ ცოცხლები აღარ არიან, თანამებრძოლეები. ეს არის თუ თქვენ ამაზე მეტ უკეთეს წარმოადგენთ, ან ვინმე იმ 80,000 კაციდან რომ ეს სწორად მიდივარ და ესა გარანტია გავჩუმდები. თქვენ თუ მე გამარჯვების გარანტიას მომცემთ ერთ ქალაქში მაინც ჭიათურაში მაინც. ჭიათურა ფარია საქართველოსი. ჭიათურას გავაჩერებ ძარცვიდან. გადარჩენილია საქართველო. მშვიდობა მოგწეს ღმერთმა. კარგად ბრძანდებოდეთ.